ალბათ უკვე არასერიოზულია ვეკითხოთ, რომ საქართველოში არსებობს თუ არა ძალოვანი სტრუქტურა ზოგადად. სამწუხაროდ კრიმინალური ბანდები მოქმედებენ სამართალდამცავ უწყებებთან შეთანხმებით. ფაქტობრივად პირდაპირ კორიდორს უკეთებენ და იცავენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ეს ყველაფერი აქვს ორგანიზებული და რომელიც ცდილობს რომ ამით რამენაირად ხელისუფლება შეინარჩუნოს, რაც შეეხება ფაქტს, ხო? მტკიცებულებები ისევ ჩემთან არის ეს ახრახნისი, რომელთაც თავს დამესხა, რომელთაც ხელში უნდა დარტყმა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით პირდაპირ მკვლელობით კვალიფიცირდება, როგორც ასე ვთქვათ, ყველა იურისტი ამას ამბობს და ეს არის ეს კონკრეტული სიტუაცია, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს ქვეყანაში შექმნილი, ხო? მიუხედავად ამისა, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, მტკიცებულებები ყველაფერი შეგროვებულია, აბსოლუტურად ყველაფერს თვითონ ეს ადამიანი, თქვენ იცით, რომ ტელეკომპანია ფორმულამ ნახა კიდეც სახლში, რომ მოძრაობს, თავისუფალია, ჩვეულებრივად გადაადგილდება ეს ადამიანი და ყველაფერს აკეთებს, ავიცი, თუ ჟურნალისტებმა იპოვეს, მით უმეტეს მარტივი იყო საპოვნელად სამართალდამცავი ორგანოებისთვის. აქ ყველაზე საგანგაშო კიდევ ის არის, რომ მწვანე შუქს უმთებენ, მწვანე შუქს უმთებენ ტიტუშკებს, რომ იძალადონ და მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას პირდაპირ წახალისება აქვს, ხო? ღიად დაუფარავად. აი მაგალითად ურცხვად დღეს ვოლსკი გამოვიდა ერთ-ერთი ასე ვთქვათ თვალსაჩინო სახე თვითმარქვია რეჟიმის, რომელიც ამბობს, რომ თურმე შეიძლება ჩვენს მიერ არის ეს პროვოკაცია ინსცენირებული. აი მე მარტივ რამეს ვამბობ. ადამიანი ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში, ხო? მისი სახელი და გვარი ცნობილია. ვიცით სად არის ეს ადამიანი, სად იმყოფება, მისი სამეზობლო ცნობილია ყველაფერი. თუ ასეა, რატო არ აკავებენ ამ ადამიანს? რატო არ მოვიდა პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ხო? და ეს ხო სტანდარტული ქმედება, ასე იქცევიან ახალგაზრდების შემთხვევაში. ჩვენ ხა უსმენთ სულის შემძრელ ჩვენებებს, ფაქტობრივად ახალგაზრდების მხრიდან აქაც მაგაზე იყო საუბარი, როგორ სცემეს, როგორ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით ახალგაზრდებს, როგორ აიძულებდნენ, რომ ხარებაზე რამე ეთქვათ ამ ნარკომან ადამიანზე, რომელიც აი ნარკომანზე, ნარკუშაზე დგას მთელი ეს რეჟიმი, წარმოიდგინეთ, ხო? ნარკოტიკებით გაბერილი ადამიანი, რომელიც აი ძალმომრეობითი სისტემის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და მე დღესაც ვთქვი, ყველაფერი ამის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, არავინ სხვა. ის ყველა სხვა დანარჩენი არის არარაობა, ხო? თავარი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მე ასე ვთქვათ, მე ვარ ხელისუფლება, მე ვარ საქართველო და ყველაფერი იქნება ისე როგორც მე მინდა. და ის პირდებოდა ხალხს მშვიდობას და ამის ნაცვლად არეულობა და ქაოსია დღეს ქვეყანაში. და ამ ქვეყანას მხოლოდ ამ ადამიანის მოშორება დაამშვიდებს, ხო? ამ ადამიანის მოშორება მყისიერად ნიშნავს, რომ საქართველო დამშვიდდება, ვიცხოვრებ დემოკრატიულ ცივილურ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები იყოფნება დაცული და რუსთაველზე ყოველდღიურობა არ მოგვიწევს, მაგრამ სანამ ეს ადამიანი ხელისუფლებაშია, ჩვენ აუცილებლად რუსთაველზეც უნდა ვიყოთ, პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და თან ხედავთ, რომ სოფლიო თანამეგობრობა თლიანად ხარს გვიჭერს ჩვენ. აი ამ ფონზე პატელის განცხადებასთან დაკავშირებით გითხავთ, ვიცით რომ გაეცადეთ ამ განცხადებას, რამდენად მნიშვნელოვანია დროული ნაბიჯები გადაიდგას სტრატეგიული პარტნიორის. ჩვენ ბოლო პერიოდია მკაფიოდ ვამბობთ, რომ მადლობა განცხადებებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ნაბიჯები. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ხალხის პროტესტს აქვს უკვე სერიოზული შედეგი. შედეგი იმის, რომ აღიარება არ აქვს ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმს, ხო? შედეგი იმის, რომ მათ პირდაპირ პარტიად მოიხსენიებენ და ხელისუფლებად აღარ მოიხსენებენ. შედეგი იმის, რომ არავინ არ აღიარებს ყაველაშვილის, ასე ვთქვათ, არჩევნებს, რომელიც ყველაფერია არჩევნების გარდა. შედეგი იმის, რომ პირველადი ნაბიჯები სანქციების კუთხით არის ავიზო შეზღუდვები ამერიკაში, არის დიპლომატიურ პასპორტებზე, რომელიც ძალიან ანერვიულებს ახლა ამ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, იმიტომ ძალიან კარგად იციან, რომ ფულს, რომელსაც ძარცვობდნენ აქ ქვეყანაში და ჯიბეში იდებდნენ, ამ ფულს ხარჯავდნენ სად? ევროპაში და არ ექნებათ ამ დახარჯვის შესაძლებლობა და როგორც ბევრ რუსეთის მოქალაქეს უწევს, რომ სხვისი მეშვეობით სადღაც შეიძინოს ხოლმე კონკრეტული ნივთები, რაც უნდა, ისე მოუწევს ამათაც. ის ფული, რომელიც ახლა აქვს დიდძალი დაგროვებული, დაულპებათ უბრალოდ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ აითვისებენ ამ თანხას, მაგრამ თავარი ის არის, რომ გარდა ამ ყველაფრისა, მე დღესაც საუბრობდი, ჩვენ საერთაშორისო არა მარტო სანქციებისთვის, არამედ ვამზადებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის. ამ ყველაფერს
აუცილებლად ჰააგის ტრიბუნალზე უნდა წარსდგეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად და ყველა ის ადამიანი, რომელიც აი ამ დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებდა. ამერიკისგან ველოდებით ძალიან მკაფიო სანქციებს, აუცილებლად ველოდებით ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს და ქმედებებს და აუცილებლად ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვებას მივახცევთ. მესმის რომ ნერვების ბრძოლა და მაგრამ მერწმუნეთ საზოგადოებას ვეუბნებით. გაცილებით მეტად ნერვიულობენ ისინი ვიდრე ჩვენ. კი, ქართულ ოცნებას ძალიან განიცდიან, კი. დღეს ირაკლი კობახიძე ცდილობდა დაერწმუნა საკუთარი მხარდამჭერები, რომ ისევ 71%-იანი მხარდაჭერაა. და ამასთან ერთად, აი, როგორი მატყუ არა ეს ადამიანი, ამასაც ხო იტყუება, რაღაცა დიალოგზე საუბრობს, რომელზეც უნდა რომ რაღაცა თავისი, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური რაღაც შესაძლებლობები ქონდეს, მაგრამ თავარი, წარმოიდგინეთ, კაცი გამოვიდა, კაცს ქვია თვითონ თავის თავს ხო უწოდებს პრემიერ-მინისტრს, გამოდის და ღიად ყველას თვალწინ ამბობს, რომ იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა დამიჭირა მხარიო. და სამივე ეს სახელმწიფო უმაღლეს დონეზე ამბობს, რომ ეს კაცი არის თაღლითი. ანუ დღეიდან ფაქტობრივად კობახიძე არის მსოფლიო მასშტაბის მატყუარა და თაღლითი. მსოფლიო მასშტაბის. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს, ხო? აი, უბრალოდ აი ნეტა თუ არ სხვენია. ნეტა აი რაღაცა ხო არსებობს რაღაც დანაშაულ ჩადის 1300, მაგრამ სირცხვილის ხო არსებობს. ნეტა თუ არ აწვევს, ნეტა გარშემო ვინმე თუ არ ეუბნება, რომ მე მგონი აცდის საერთოდ რეალობას. ხო თუ არ ეუბნება, რომ არაადეკვატურია ამ პროცესში, მაგრამ ცით როგორ არის ბიძინა ივანიშვილი ამას ტაშს უკრავს, რეალურად ხო ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა მოიტყვა, ბიძინა ივანიშვილმა სცემა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილი ძარცვავს საქართველოს. მას უნდა თავისთვის ეს ქვეყანა და კობახიძის ნაირი ადამიანები სჭირდება მას როგორც აი მომსახურე პერსონალი, მეტი არაფერი. ამიტომ ძალა ერთობაშია, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ხედავ რა ვიცი, აი, მოდი აი ვთქვათ, ევროკავშირმა სრულიად ახალი პრეცედენტი შექმნა, ხო? ესტონეთმა და ლიეტუვამ რა. ახალი ორ მხრივი უკრაინაზეც კი არ გაუკეთებიათ ეს. ინდივიდუალურად მიიღეს და ის ვეტო უნგრეთის იქნება თუ სლოვაკეთის იქნება, ეს ვეტოც მათ ვერ ექნებათ გარანტიად იმის, რომ ამ თავს აარიდებენ პასუხისგებლობას, ვერ ექნებათ. აბსოლუტურად ხდება გარდაქმნა ყველა ევროპული ინსტიტუციის საქართველოს თავმჯდომარეობაში. ანუ ნახეთ, ევროპას აქ ძალიან გიორგი, რამე კონკრეტული ინფორმაცია, რომ შესაძლოა პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი საუბარი იყო გაერთიანებულ სანქციებზე ინდივიდუალურად. ამაზეც არის საუბარი, მაგრამ აი ხალხმაც მინდა იცოდეს. ნახეთ, რა რთული ამოცანის წინაშე დგანან ჩვენი პარტნიორები. ერთი მხრივ არ უნდათ რომ ხალხი დააზარალონ, ეს არის მკაფიოდ რომ ქართული ხალხის ნება და ივანიშვილის ნება არის აბსოლუტურად სხვადასხვა. მეორე მხრივ აქვთ კონკრეტული მიზანი, რომ ეს რეჟიმი უნდა ამ რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი, ხო? ამიტომ უწევთ ფაქტობრივად ევროპას უწევს ინსტიტუციონალურად შეცვალოს თავისი თავი იმისთვის, რომ ამ რეალობას, რაც არის განსხვავებული რეალობა საქართველოში მოერგოს და მე მესმის რომ ჩვენ გვეჩქარება, მაგრამ აქამდე ბრიუსელის ექსკლუზივი იყო სანქციები. მიხვდით, ახლა უწევთ რომ ამას სხვა მექანიზმები მოიფიქრონ. აქამდე სხვა მიდგომები იყო, არა მარტო საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში. ახლა უწევთ ამბობენ რომ ფინანსები ხალხზე უნდა წავიდეს პირდაპირ. მოფიქრება უწევთ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. არ არის ესე მარტივი ამ ყველაფრის გარდაქმნა, მაგრამ მერწმუნეთ რომ თავარი ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის და მადლობა ვინც აი ამ წუთამდე აქ არის და აი კიდევ ესეთი პოზიტიური განწყობა და პრაქტიკულად ყოველდღე ფიქრობენ რომ აი აქ დგომა ახლა არის მნიშვნელოვანი რომ საკუთარ დაბადების დღესაც ხვდებიან. ჩვენც ყოველდღე აქ ვართ და მუდმივად ვამხნევებთ ადამიანებს და ყველანი უნდა ვიყოთ, ყოველთვის აქ უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიზაროთ, იმიტომ რომ ეს ის ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ გაგვეთავისუფლებს საბჭოთა წარსულისგან. ეს ის ბრძოლა, რომელიც საქართველოს სწრაფად შეიყვანს ევროკავშირში. ეს ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მოგცემს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჯერა, რომ საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა, აი ამ ახალგაზრდა თაობას რო ხედავთ, ნიჭი, გონი, განათლება, საოცარი შესაძლებლობები, რაც დღეს საქართველოში არის, ამას შეუძლია გარდაქმნას ეს ქვეყანა და აქ არის აი გვეღობება ეს კაცი რა, ერთი ადამიანი რა და სხვა შორის ერთი რამ მინდა ვთქვა, აუცილებლად თვითონ ხშირად მაიდანს ამბობენ ხოლმე და ხა ჩვენ ამაში არ ვეთანხმებით, მაგრამ ანუ თავის თავს ეს რეჟიმი პირდაპირ იანუკოვიჩს იმაშვება, რა ქვია, უსწორებს. ანუ ივანიშვილი უდრის იანუკოვიჩს, ამას ამბობენ. ხო და არ არის პრობლემა, იანუკოვიჩის გვერდზე დარწმუნებული ვარ, ასადისა და იანუკოვიჩის სახლს შორის ჩაუდგავენ ერთ სახლს ივანიშვილს და თავი დაანებოს ამ ქვეყანას.